ლურდავების ოჯახს დაუბრუნდება. კიდევ ორი გარდაცვლილი ვირუსული ინფექციის გართულებული ფორმით თბილისის მასშტაბით 700 ექიმი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამ უქმედ დაცხელი ხაზით, სადაც ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღებაა შესაძლებელი. მარტისთვის ჩათვლით პოლიკლინიკის ექიმების გამოძახება მოსახლეობისთვის უფასო იქნება, სტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში კი ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. მთელი დღის განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკის პირველ სართულზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. კარანტინის გამოცხადების შემდეგ პაციენტებთან მნახველების შესვლა აიკრძალა. ვირუსული ინფექციების მატების გამო საავადმყოფოს ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამ პერიოდში ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს პაციენტის ნახვა, იმიტომ რომ როგორც თვითონაც შეიძლება ინფექციის წყარო იყოს, ასევე შეიძლება იყოს გადამტალი. ბოლო მონაცემებით საქართველოში H1N1-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 90 შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები სამკურნალოდ ჩამოყავთ რეგიონებიდანაც. გვიანღამით ვირუსის გართულებული შემთხვევით 2 ადამიანი გარდაიცვალა. სულ არის 5 ადამიანი გარდაცვლილი, მათ შორის 3 შემთხვევაში არის H1N1 ვირუსი, ერთ შემთხვევაში B და კიდევ ერთ შემთხვევაში A ტიპის ვირუსი ქვედი პირების გარეშე. ვირუსული ინფექციების მატების გამო საგანგებო რეჟიმზე გადადიან პოლიკლინიკებიც. თბილისის მერის ინიციატივით დღეიდან გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უბნის ექიმის გამოძახება მისამართზე უფასო იქნება. ამისთვის დედაქალაქის მთავრობა 700-მდე ექიმს პრემიის სახით ხელფასზე 225 ლარის ოდენობით დანამატს დაურიცხავს. პოლიკლინიკებს კი თითო ექიმზე მუნიციპალიტეტი 50 ლარს გადაუხდის. მე მინდა მივმართო თბილისელებს და ვთხოვო საჭიროების შემთხვევაში ვისარგებლოთ პოლიკლინიკებით, უბნის და თბილისში მოქმედი ყველა 60 პოლიკლინიკაზე გავრცელდება ეს პროგრამა. ამით მომსახურება იქნება უფრო ხარისხიანი, მათთვის ეს მომსახურება იქნება უფასო, მათ არ დაჭირდებათ სამკურნალო სხვა დაწესებულებას შორს, ანუ საავადმყოფოში წასვლა. შეღავათებით ისარგებლებს რეგიონის მოსახლეობაც. იანვრიდან მარტის ბოლომდე ოჯახის ექიმის გამოძახება მათთვისაც უფასო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ვირუსის გართულებული ფორმა აღმოაჩნდა და სტაციონარული მკურნალობა გახდა საჭირო, ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. უფასო არის მიმართვა და კონსულტაცია 0-დან 5 წლამდე და 60-ს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ქალაქში, ხოლო სოფლად ყველა მოქალაქისთვის არის უფასო, ეს არის სოფლის პროგრამის ფარგლებში. დამატებით საქართველოს მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეპიზოდები, რაც დაკავშირებულია სწორედ ვირუსის შემთხვევებთან და გართულებებთან, დაფინანსებული იქნება ბიუჯეტის ხარჯზე. თბილისის 64 პოლიკლინიკა დღეიდან მუშაობა საგანგებო რეჟიმით იწყებს. გამოძახებებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე პროცენტით მოიმატა. ბოლო 1 კვირის მონაცემებით მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში 274 გამოძახება დაფიქსირდა. ექიმები მორიგეობით მუშაობენ უქმე დღეებშიც. მატება ესეთი კატასტროფულია, რაღაცა ისე განსაკუთრებული არ არის. აი ახლაც ჩვენ მიუხედავად ამისა, მაინც გადავედით განსაკუთრებულ მუშაობის რეჟიმზე, კვირასაც მუშაობთ. მუშაობთ 3 საათამდე, 10 საათიდან 3 საათამდე მორიგე პედიატრიის, მორიგე თერაპევტის. ვირუსული ინფექციების განსაკუთრებულ მატებას ელოდებიან თებერვლის დასაწყისიდან. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით დაავადებულთა სტატისტიკა შემცირებულია, მედიკოსების ინფორმაციით ვირუსების გამოვლენა პიკს მარტის ბოლოსთვის მიაღწევს.